პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დარეგულირება გარკვეულწილად საკუთარ თავზე უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აიღო. უკვე 1 საათია ქუცნაშვილი და მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა სწორედ ამ თემაზე მსჯელობენ. დეპუტატი რეზიდენციაში კონსტიტუციით ხელში მივიდა. შეხვედრის დაწყებამდე ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებაც გააკეთა. ნატა ქაჯაია ესაუბრა დეპუტატს. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ნატა გისმენ ჩემ პირდაპირ ეთერში. დეპუტატი პრეზიდენტთან დღეს ალაბრის სასახლეში მოვიდა კონსტიტუციით. ზაქარია ქუცნაშვილს სურს აუხსნას გიორგი მარგველაშვილს, რომ ყველა მოქალაქე, მათ შორის პრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა თანამდებობის პირები, ვალდებული არიან დაემორჩილონ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს, ანუ კონსტიტუციას. ქუცნაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრის ინიციატივა მას ეკუთვნის, თუმცა გადაწყვეტილება, რომ მოსულიყო ალაბრის სასახლეში, შეთანხმებულია გუნდთან. უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია დარეგულირდეს ურთიერთობები მართლ პარტიასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის. მე როგორც ხალხის დროებით წარმომადგენელი ვალდებული ვარ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო იმ დაპირისპირების შეჩერებაში, რა დაპირისპირებს მხოლოდ საქართველოს მტრებს აწყობთ. ამიტომაც ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალი ამ საქმეში თავის წვლილი შეიტანოს. მე ხელში მიჭირავს კონსტიტუცია მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ ყველა მოქალაქე, ვინც არ უნდა ვიყოთ რიგითი თუ თანამდებობრივი მოვალეობით შებოჭილი, ვალდებული ვართ ამის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ამიტომაც თუ არის შეკითხვები, ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა გავცეთ, მე დარწმუნებული ვარ, დიალოგი იქნება წარმატებული და მოიხსნება ეს წინააღმდეგობები, რაც ვიმეორებ, მხოლოდ საქართველოს მტრებს ჭირდებათ. როგორც გითხარით, უკვე 1 საათია პრეზიდენტთან მიმდინარეობს შეხვედრა, კონსულტაციები. ამ კონსულტაციებს ესწრება უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. რა განცხადებები გაკეთება უკვე შეხვედრის შემდეგ, ამას სხვა მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში მოგიყვებით. ნატა ველით შენგან უახლეს ინფორმაციას, ეს იყო ნატა ქაჯაია.